დღეს მე ვიღებ Forest-ს, რა თქმა უნდა, და დღეს მე ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ თუ სად არის კატანას ადგილზაყოფილი, აი ამისი, რა თქმა უნდა. მოკლედ, ჯერ პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ თვითმფრინავის წინა მხარე. ანუ ეხლა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შევეცდები რომ ვიპოვო. და მე რეკი არის ჩასასვლელი, იქ უნდა ჩახვიდე და ცოტა დიდი გზა არის იქამდე კატანამდე, მაგრამ ნორმალურად ჩახვიდეთ რა. კარგი, მოდი, ეხლა ისინი გავაკეთოთ. შეიძლება დაგჭირდეს მონოტოვის კოქტეილები და ორცალი გვაქვს რა, ისინი წავკრიფოთ, ისინიც ეს ჩავაძაღლოთ ესე. აი აღარ იტოვე, ანუ გაწავდით. ისინი ავიღოთ და ვუძებნოთ ეხლა თვითონის წინა მხარე. კარგი, აქ არის ნავი, ანუ ჯერ ახლოს არ ვართ, ანუ ესე იგი იქით უნდა წავიდეთ. კარგი. ანუ მე ზუსტად ვიფორესტში არაფერი ადგილი არ ვიცი, აი კატანა მაგალითად აი ეს რაღაც რა ქვია მას climbing axe და rusty axe ძლივს ვიპოვე. რა ვიცი, ისე დავდიოდი. აი ეს chainsaw-ი თუ რაღაცაც ძლივს ვიპოვე. ანუ ამაზე ჩავდიოდი climb axe-ზე და ეს ვიპოვე. და მე ძებნითი და ის climb axe-ც იქვე ყოფილა. ანუ ფანარი ჯერჯერობით არ ვიცი სად არის. ალბათ მაგასაც ვიპოვე, ანუ მე სულ დავდივარ Forest-ში, აი საიდუმლო ჩასასვლელში ჩავდივარ ხოლმე და იქ რაღაცებს ვიპოვებ. ეხლა ჩავიდეთ, ანუ აი ესეც იქ ვიპოვე, აი ამ ტაპორზე ჩავდივარ, ანუ მაგასაც შემდეგში განახილეთ, ჯერ კატანას ადგილზაყოფელს გეტყვით, შემდეგ კიდევ rusty axe-ს. წესი და უნდა იყოს, მაგრამ ნახოთ. ძალიან ცუდი FPS-ი მაქვს და რა ხდება, 28 FPS. მაშინ 30 FPS-ი მქონდა, ეხლა 22 ვარ. ანუ ძალიან ბევრი ლაგები აქვს Forest-ს. ანუ მე მაქვს alpha ვერსია და იმიტომ მალე ჩავწერ beta ვერსიას. რა თქმა უნდა, ეს არ გეგონოთ Steam-ზე მაქვს, ანუ ეს დაკრაკული არის და ანუ დაკრაკულითაც შეგიძლიათ რომ ითამაშოთ ონლაინში და მე მაგას გადავიღებ აუცილებლად, როგორ ითამაშოთ დაკრაკულიზე ონლაინში. რა თქმა უნდა, ბევრს აქვს გადაღებული, მაგრამ აუცილებლად მეც გადავიღებ. და შეიძლება ონლაინშიც გადავიღო. უბრალოდ აი ჩემი მეგობრებს არ აქვს ისეთი კომპიუტერი, რომ გავუკაჩოთ Forest-ში, მაგრამ რამენაირად მოახერხეთ დავაწეროთ გრაფიკას და გადავიღოთ Forest-ს. არც შეიძლება Geocrazy Gamer-საც ჩავაწერინა Forest-ი და ერთად გადავიღოთ. წავიდეთ. ოკრომიო. ცემდა. კარგი, წავიდეთ. ეს კატანა რატომ მომეწონა ეხლა მე? იმიტომ რომ კატანა არის სწრაფი, მე აი სწრაფად უსვავს და შეიძლება ბევრ დარტყმაში მოკლად კატანათი, მაგრამ აი სწრაფად ურტყავს და მას უფრო კაია რა, ისინი ვაფშე ხელს ვერ გაგარტყმავენ, ისინი მოკლედ. просто კანიბალების მოკლა არის ძალიან ძნელი. უნდა 1 საათი უნდა ეჩაჩო კანიბალს. უნდა სიძლიერით ეხლა სისწრაფით კატანა ჯობია, მაგრამ სიძლიერით აი ეს ჯობია და ეს ბანძია. არც ისე ბანძია, მაგრამ აი რა მოკლედ modern access ვეღარ პოვებ. ადრე ვპოვებდი და ეხლა ვეღარ. ანუ ჩემი მითოძებნი რა ინსტინქტით.
ზუსტად არაფერი არ ვიცი შორში. აი მოკლედ ის ვიცი რომ აი სახლი ახატია იმას იქნა წავიდე რომ სახალხო. მოკლედ აი ეს გზა აი ზუსტად ვიცი სად რა არის ანუ თუ სანაპიროზე მიყვან აი მე რომ გამოყვე სანაპიროს და იქ არის თვითონაც წინამხარი ანუ წინამხარე არის ძალიან ადვილი საფავრელი ოღონდ ცოტა შორია და იქ არის თან კატანა აქ არის კაროები აქ დაძინება შეგიძლია თარგმნება აი რამდენი არის სავსე აი ზონების თავი არ მოგწერა FPS ვარდიც რატო ხარჯია ვანთოთ ესეც აქ არის კლინბაქსის ჩასასვლელი აქ ჩახვალთ მე განახეთ რა კაი წავდით ანუ ყველაფერი ერთმანეთზე გადამოვიდა თავიდან თვითნაუს წინამხარე ვიპოვე მე წამოვედი და უცბად აი აქ შემოშე რაღაც ჩასასვლელი ჩავედი და კლინბაქსი ვიპოვე და დრუჟბა ანუ დამერწმუნე დრუჟბით ძალიან ადვილად იჭრება ხეები აი უცბად და დრუჟბას ჭირება აი ესეთი რაღაცა რომელიც სოფლებში მოიპოვება და ხანდახან გარეთაც ყრია ხოლმე და ეხლა ძალიან ჩაღამდა და ორი პოვე ანუ ფანარი დამჭირდება აქ მაგრამ ჯერჯერობით ვაიმე რა ეხლა ჩაღამდა ამჯერ კიდე გზა გვაქვს გასაუბრებით აი წავიდეთ აბა ნახოთ არც მინდა რომ ძალიან დიდი ვიდეო გამოვიდეს იმიტომ რომ მაგასაც ძალიან ნელი ინტერნეტი მაქვს რა ბანძილი ინტერნეტი მიკრონეტი მაქვს ეხლა უნდა დავაყენო დელტა ჯერ ჩვენ ამასულ და მე უფრო სწრაფად ვიკეთებ ანუ 10 წუთიან ვიდეოს უნდება 1 საათი რატოს თავს და 20 წუთიანს კიდე 3 საათი უნდება აი რა ვიცი რა ძალიან მეტანჯები ხოლმე აღარ შემიძლია იმიტომ რომ პატარა ვიდეოებს ამგვარი გამოსკა სადა აი მივაგენით რა თქმა უნდა ფინალის წინაწყვეტს აი ისიც და ეხლა უნდა ავიდეთ აი აქ აი ამ ყურაფსი ავიდეთ რა თქმა უნდა ჩვენ აღარ ის უნდა ვიპოვოთ ზიავად ანუ არც მინდოდა რომ დაღამებულიყო მაგრამ ძალიან შორքსაა და აბრაულიყო ეხლა მე აქ არის მოჩასვლელი აი უნდა იპოვოთ სადღაც აი თვითონაც წინაწყვეტი სადგეთი და აი გორაკზე უნდა ახვიდეთ აი კალპალები არტა მიყონ თორი მოკნავენ ეგენი მოცლი დამნახის და რაც შეიძლება მაყურებლებო ეხლა მე აი ეს გავიკეთებ და ანუ აი აქ არის ჩასასვლელი ანუ აი ესეთი რაღაცა უნდა იპოვოთ და აი სად არის ჩასასვლელი კაცო ჩასასვლელი ვერ ვიპოვე იმიტომ რომ ღამეა და ღამე ხელს მიშლის მაგრამ აი ასე ავიდეთ ნახოთ კიდე ზევით არის ანუ კიდე ზევით არის და აქეთ ой მე დამოვიწყდა უკვე გარანტირებული კი რა ვეღარ მომიყვება გარანტირებული ვიცი რომ აი აქ უნდა იყოს მაგრამ ძალიან შორს წამოვიდით სიბნელეში ვერაფერს ვერ ხედავ და რაც ჩემი ერთადერთი მინუსი რომ შეიძლება ვიდეო გავაფუჭო შეიძლება ვიდეო გავაფუჭდეს ვაიმე აღარ შემიძლია რას მიღრიალებ და მაცალია ანუ მაღლა უნდა ავიდეთ ისევ თუ რა კონტია ვთქვა ვერაფერს ვერ ხედავ ნორმალურად აი რა
ანუ აქ უნდა იყოს თუ სად ვეღარ გავიგე. აუ რა ჭამდება რაღა ეხლა დაგნევდა. ვერაფერს ვერ ყოვლობ, ვერაფერს. ჩავიდეთ აი აქ იმედი არ მოვიდებით არა. ასე ავხოთ. აი ასე ავიდეთ. კარგი რა. ანუ ესე კარგი, მაგრამ ვერ ყოლსო. აი იქით გადავიდეთ. ანუ 100%-იანი იქით უნდა იყოს წესი. აუ ვერაფერს ვერ ხედავ რა. აი ვიპოვე ანუ აი აქ არის აი ესეთი ორ კონა. ნახოთ და ამისივით აი ეს ჩასასვლელია. მოკლედ ჩავიდეთ. აი ხო მითხარით ზუსტად ამის სადან. თან სიგნალი იყო ვერაფერს ვერ ხედავ. თან მოგშიგდა. აუ აქ რა მოდის. ეს წავიდეთ. იქით გასვლები არ არის ასე მოდი ესეც ბიჭო რა ხდება ანუ ესე არის მე ასასვლელი ანუ იქ დამჩომხოთ აი ესე ხვალთ აი ესე იქით არ გადავიდეთ აი ასე წამოვიდით შემდეგში აი ეს ფიცრებს უნდა გამოვყოთ რაღაცას მოგიყვანს ეგრევე ამასთან რა კატანასთან ახლა წავიდეთ აქ ნურაფრის შეგვეშინდება თვითონ აქ არაფერი აღარ არის აქ მარტო კატანა აი მოხვალთ და აი აქ არის კატანა აი ხედავთ აი ეს არის კატანა მოვიოთ გვირაბში იმენა 65 FPS-ით გამიკაჩავ აი ეს კატანა არის აი მეცაკოპოვეთ ესე ავიღოთ ფული ესე რამდენი აქვს ახლა აუ 132 დოლარი რა ძალიან კარგია მეტაში ნამდვილად გვინდა 112 დოლარი მე და ეგრევე ჯედი ახლა ვიყიდით სტიმზე და ონლაინში გადავიღოთ მაგრამ სადაც კარგი თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და კომენტარეთ გადავიღოთ შუაში სახლის საშინელებები თუ გიყვართ დაწერეთ კომენტარებში რა თქმა უნდა ავაშენებ სახლს და მოკლედ ვინც ახალი ხართ დამსახურებეთ და ვინც მიყურებთ კიდევ და ლაიქები არ გამოგჭეთ რადგან ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამვითარდე უფრო და უფრო მაგარი თამაშები გადავიღო ხოლმე მაყურებელს და უფრო მაგარ თამაშებს გადავიღო ხოლმე შეიძლება ჯერ ონლაინშიც გადავიღო რა თქმა უნდა და კიდევ განახებთ შემდეგ ვიდეოში თოფის ადგილს აი დიდი თოფი რო არის რაღაც თამაშასაუთ მოკლედ აბა ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე